საქართველო-უნგრეთი მემორანდუმი 4 მიმართულებით. საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო ეკონომიკური კულტურული კავშირების აღრმავებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გინდა მადლობა გადავუხადოთ უნგრეთს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის ქვეყანა, რომელიც თბილისს განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. პარტიული სიების სამოქალაქო საზოგადოება. პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილი ფული NGO-ების საფარქვეშ. შტერები უგოლებათ ქართველები, რომ ეს უნდა ჩვენ მოხიდოს როგორც მოქალაქეების დაკვირვება არჩევნებზე. დაგვცენ პასუხი, რატო ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. რა ბრალდებებს უყენებს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს. Mayday. განგაში სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წამში. საშენელი ხმა და რყევა იყო. ყველგან ცხედრები ეყარა და ირგვლივ ყვამლი იდგა. ახმადაბადი, ლონდონი. თვითმფრინავი ექიმთა საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. Air India's კატასტროფა. ბორძემ ყოფი 242 ადამიანიდან მხოლოდ 1 გადარჩა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. დღეს 12 ივნისია. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. უნგრეთში ვიზიტი დასრულებულია. ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და რომელიც ცდილობს კიდევ უფრო გააღრმავოს კავშირები თბილისთან. საქართველოს ლობისტი კოლექტიურ დასავლეთთან და დონალდ ტრამპის მეგობარი, რომელიც დარწმუნებულია, რომ გლობალისტები მარცხდებიან და მალე მსოფლიო პოლიტიკაში სხვა რეალობა იქნება. თბილისი და ბუდაპეშტი ამ ბრძოლაში ავანგარდში არიან, ამიტომ ვიქტორ ორბანი მორალურად ვალდებულად თulis თავს, რომ ხარში დაუდგეს ქვეყანას, რომელსაც ამავე დროს ყველაზე დიდი ეკონომიკური წინსვლა აქვს. შედეგად გაფორმებულია მნიშვნელოვანი მემორანდუმები, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორის არის პოლიტიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, ეკონომიკა და ენერგეტიკა. საქართველოს დელეგაცია უკვე დაბრუნდა თბილისში, თუმცა მანამდე ირაკლი კობახიძემ ვიზიტი მედიასთან შეაჯამა. დღესვე შეხვედრები იყო უნგრეთის პრეზიდენტთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან. ორდღიანი ვიზიტის ორი მთავარი მიმართულება იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდაჭერა და სავაჭრო ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. საქართველოს პრემიერთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა მთავრობის თითქმის სრული შემადგენლობა. ვიზიტს დღეს ვიქტორ ორბანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ორი სუვერენული ქვეყანა უარს ამბობს იყოს პაიკი ვინმეს ომში, უარყოფს შანტაჟს და ეწინააღმდეგებას ეწოლას. მოდით შევუდგეთ მუშაობას. ასე გამოაცხადა ვიქტორ ორბანმა საქართველოს დელეგაცია. ბუდაპეშტს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ქეთი ზანთარაია განაგრძობს თემაზე საუბარს. საგარეო მიმართულებით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, როგორც გამოცდილების გაზიარება, ასევე საბოლოოდ კავშირში წევრობისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მიღება, ეკონომიკური, სავაჭრო და სექტორული თანამშრომლობა. არაერთი მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. ეს ის მთავარი გზავნილებია, რომელიც მიიღო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციამ უნგრელი კოლეგებისგან და მთავრობის წევრებისგან და ამ შედეგით დაბრუნდა სწორედ საქართველოს დელეგაცია უკვე ქვეყანაში. ორი დღის განმავლობაში არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა ბუდაპეშტში და ყველაზე მთავარი იყო სწორედ ის კომისია, რომელიც შექმნილი არის ორ ქვეყანას შორის მთავრობათა შორის დონეზე. სწორედ აი ამ კომისიის ფარგლებში მოეწერა ხელი არაერთ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნაყოფიერი შედეგით დასრულდა საქართველოსთვის და ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგისთვის. ჩვენ განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულები, თანამშრომლობის პერსპექტივები. კულტურა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ვაჭრობა, საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ვიზიტი შეაჯამა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი თბილისის აქტიურ მხარდამჭერად რჩება. ხელი მოეწერა 4 მიმართულებით სხვადასხვა მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარია როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო ეკონომიკური კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, სოფლის მეურნეობა. რეალურად განსხვავებული საკითხები მოიცავდა აბსოლუტურად ყველა თემას, რაც შეიძლება იყოს საინტერესო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში. ჩვენ კიდევ ერთხელ გინდა მადლობა გადავუხადოთ უნგრეთს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის. უნგრეთი
როგორც მოგეხსენებათ, არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. საქართველოსთვის რომ მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგაც განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოსადმი უსამართლო მიდგომების პირობებში უნგრეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულებაზე ისაუბრა უნგრეთის პრემიერმაც. ვიქტორ ორბანმა დღეს სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ საქართველო და უნგრეთი უარს ამბობენ სხვის ომში პაიკებად ყოფნაზე და ამის ნაცვლად ეკონომიკურ ზრდას, ენერგოუსაფრთხოებას და მჭიდრო თანამშრომლობას ირჩევენ. საქართველოსა და უნგრეთს შორის გამართული მთავრობათა შორის სამიტი ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მიმართულებით განკვეხილა თანამშრომლობის პერსპექტივები უნგრეთთან, ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმებს, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე, რაც კიდევ ერთხელ არის წინ გადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სხვადასხვა სექტორის მიმართულებით. პოლიტიკური დიალოგის კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე შეხვედრები. ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალი დონე და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა განიხილა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან შეხვედრისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს. უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრისას კი ყურადღება საპარლამენტო დონეზე არსებულ თანამშრომლობაზე გამახვილდა. ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა დაუდასტურა. დღეს გამართულ შეხვედრებსა და სხვადასხვა სფეროში არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას პრემიერ-მინისტრი სოციალური ქსელის საშუალებითაც გამოეხმაურა. ხედავთ, რომ ვაჭრობის კუთხით ჩვენ გვაქვს წინსვლა უნგრეთთან 14%-ით გაიზარდა 2024 წელს სავაჭრო-ბრუნავ ქვეყანას შორის, ასევე ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენ იგივე სატრანსპორტო მიმართულებით, ვიზიარი აფართოებს საქართველოში წარმომადგენლობას, ვიზიარი დღეს საქართველოს ბაზარზე არის ნომერი პირველი ავიახაზები, რომელიც აკავშირებს საქართველოს დაახლოებით 28 მიმართულებასთან, თუმცა რა თქმა უნდა ორივე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ არის საკმარისად არ გვაქვს ათვისებული თანამშრომლობის პოტენციალი. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი ორ სამინისტროს შორის, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის ფაქტ ასპექტს სამინისტროებს შორის, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ფისკალური პოლიტიკა, როგორიც არის სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიები და მნიშვნელოვანი მიმართულება საგადასახადო და საბაჟო თანამშრომლობა. უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით მთავრობათა შორისი სამიტის მეორე სხდომა გაიმართა. კომისიის ფორმატში კონკრეტული სამინისტროების მონაწილეობით მემორანდუმები გაფორმდა, რაც სექტორული თანამშრომლობის გაგრძელებას და გაღრმავებას გულისხმობს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. ფერენც ლისტის სახელობის ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციის წევრები უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა გააცილა. უპირობო მხარდაჭერა უნგრეთის მხრიდან და ჯოხი ველოსიპედში პოლონეთიდან იმ დროს, როდესაც ბუდაპეშტის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ლობირებს უარშავა უვიზო მიმოსვლის შეჩერებით იმუქრება. მზად ვარ ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოვიყენოს საერთაშორისო სამართლის შესასვლელად უკანონო მიგრაციის რისკების შესამცირებლად და საჭირო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან ეს პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის გუშინდელი განცხადება. ერთ-ერთი ლიდერი ვაიმარის სამკუთხედიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 26 მაისს კრიტიკით მიულოცა. დონალდ ტუსკი, რომლის მხარდაჭერილმა კანდიდატმა სულ რამდენიმე დღის წინ საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, საკუთარი მთავრობის ნდობის გამოცხადებაზე პოლიტიკური ქულების დაწერას საქართველოს თემით შეეცადა. უკანონო მიგრაციის პრობლემა მთელ ევროპას აქვს, თუმცა პოლონეთის პრემიერი ერთადერთია, ვინც ეს პრობლემა 4 მილიონიან საქართველოს დაუკავშირა და დაიმუქრა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაში სხვებსაც დაიხმარს. პოლონეთის ყველა წინა მთავრობა აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. დღეს კი დონალდ ტუსკი აკრინებს ამ ძალისხმევასაც და საქართველოს მოქალაქეების ნებასაც, მანიპულირებს რიცხვებით და აცხადებს, რომ მხოლოდ ქართველების მესამედი იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ერთგვარად შეურაცხყოფელიც არის ქართული ხალხისთვის და საზოგადოებისთვის მსგავსი შეფასებები.
ქართველი ხალხის შეურაცხყოფა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პოლონეთის პრემიერის ის განცხადებაა, სადაც დონალდ ტუსკი ღიად ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მომხრეა. სწორედ ამისთვის იბრძვის ქართული ოპოზიცია, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით უკვე დიდი ხანია. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით საკითხს ბრიუსელში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს. არასწორი და არასამართლიანია ასეთი შეფასება. ეს ერთგვარად კოორდინირებული მოქმედებებს უფრო გავს პოლონეთის მხრიდან ასეთი განცხადებები, ოპოზიციის ვიზიტი ბრიუსელში და მცდელობები, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს გამოყენებული ინსტრუმენტად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. დონალდ ტუსკმა თქვა, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ან შეზღუდვის მიზნით ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობს. მიზეზად პოლონეთის პრემიერი მიგრაციასთან დაკავშირებულ წუხილს ასახელებს. ზად ვარ გამოვიყენო ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ მიგრაციის ეს ტალღა მინიმუმამდე შევამციროთ. საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვა. ტუსკის ამ განცხადების მიზანი მმართველი გუნდის შეფასებით საზოგადოების მუქარა და საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაა. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ტუსკი ცდილობს მოძებნოს კიდევ ერთი გზა იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს ქართულ ხალხზე და ხელისუფლებაში მოიყვანონ ის მარიონეტები და აგენტურული ძალები. ოპოზიცია ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების რისკებზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ცხადია, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ მთელ რიგ შესაძლებლობებს ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვიმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი, რაც არის ქართული ხალხის მონაპოვარი და არა ოცნების მონაპოვარი, შეუნარჩუნდეს ქართულ ხალხს. ტუსკის განცხადება არის ძალიან მძიმე თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც ქვეყნის უმრავლესობას ამბობს დღემდე რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფის. ტუსკის განცხადებას შანტაჟს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მუქარა ქართულ საზოგადოებაზე არ მოქმედებს, რომელსაც საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ტუსკის განცხადებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სურვილს უკავშირებს. ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ რა როგორ იოლად წირავენ ქართულ ხალხს ხოლმე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, გახლავან მიხეილ სააკაშვილის ლობისტები. გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრის სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების რეკეტის სისტემის შექმნას სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს. არ შეიძლება ასე მუქრებოდნენ ქართულ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოწონთ ქართული ხალხის არჩევანი. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი, შარშან მან ხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაც შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართულ ხალხზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. დონალდ ტუსკმა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით პოლონეთის პარლამენტში მისთვის ნდობის გამოცხადების ხდომაზე გუშინ გააკეთა. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც აქტიურად ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, პოლონეთის მსგავსად დიდი ბრიტანეთის ბოლო არჩევნებმა საჩვენა, რომ მმართველი ლეიბორისტული პარტია საკუთარი მოქალაქეების ნდობას კარგავს და უპირატესობას ანიჭებს მემარჯვენეებს, რომლებიც უკვე მთელ ევროპაში ხდებიან ანგარის გასაწევი ძალა. საქართველო არასდროს ერევა სხვა ქვეყნების არჩევანში, თუმცა ამას აქტიურად ცდილობს სხვა ქვეყნების არაერთი დიპლომატიური მისია. ერთ-ერთია გაერთიანებული სამეფოს საელჩო, რომელიც NGO-ების საფარქვეშ ცდილობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაფინანსებას. თბილისი ლონდონისგან განმარტებებს ითხოვს, არის თუ არა პოლიტიკასთან პირდაპირ აფილირებული ან პარტიულ სიებში ჩასმული ადამიანების სამოქალაქო საზოგადოება. ღამის კურიერის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე მელჩი გარეთუ ორდი ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებაში დაადანაშაულა, ასევე ბრალი წაუყენა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უხეშ ჩარევაში. რაც UN-ის კონვენციის დიპლომატიური ეტიკეტის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. დიპლომატიურმა მისიამ გუშინ შეშფოთება გამოთქვა, რომ გრანტების კანონის გამო ფულს ვერ გამოყოფს და
არჩევნებისთვის ვერ მოამზადებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ამ საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენელი და შესაბამისად დონაციის მიმღები ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი გია ჯაფარიძე უნდა ყოფილიყო. პასუხობს თუ არა ბრიტანეთის საელჩო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს, ანუკა ბოა ცდილობდა გარკვევას. ბრიტანეთის საელჩო შალვა პაპუაშვილის ბრალდებებს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. პარლამენტის სპიკერმა დიპლომატიური სამსახური დაადანაშაულა ერთის მხრივ ექსტრემიზმის, მეორეს მხრივ კი პროპაგანდის წახალისებასა და დაფინანსებაში. შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა 2024 წლის არჩევნებში ელჩის უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით, როდესაც ის აკეთებდა განცხადებებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ. შესაბამისად, ბრიტანეთის საელჩოს არაფერი უთქვამს ამ დრომდე, ჩვენც გავუგზავნეთ წერილი შესაბამისი შეკითხვით, თუ რა იყო პოზიცია დიპლომატიური სამსახურის, თუმცა ამ დრომდე რაიმე პასუხი ჩვენც არ მიგვიღია ამასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა კი მედიით გაკეთებული განცხადება ღამის კურიერში გაკეთებული და გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ უკვე სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ ახლა ითხოვს განმარტებას დიპლომატიური სამსახურის მხრიდან. იყო თუ არა ეს დაფინანსების პირველი შემთხვევა, მცდელობა ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან ტაბულას მისამართით, თუ წარსულშიც ჰქონდა მსგავს ფაქტებს ადგილი და იმავე პოსტში შალვა პაპუაშვილი საუბრობს და მიუთითებს იმაზე, რომ ტაბულა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან არის დაკავშირებული. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. ექსტრემიზმის წახალისებაში მთავრობის მეთაური ბრიტანეთის საელჩოს ადანაშაულებს საუბარია გაერთიანებული სამეფოს საგრანტო წინადადებაზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებას გულისხმობდა. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური ლონდონის მიერ გამოცხადებული პროგრამის მიზანი რევოლუციური პროცესების წახალისება და კონკრეტული ორგანიზაციების გავლით პოლიტიკური პარტიების დაფინანსება იყო, რაც კონსტიტუციით აკრძალულია. საქმე გონდა ჩვენ პარტიების ძირითად დაფინანსებასთან ცალკეულ შემთხვევებში. იგივე რო ავიღოთ ჩვენ მაგალითად ტაბულა, ან რო ავიღოთ მომავლის აკადემია, ჩვენ ვიცით რომ ერთის და მეორეც არის პარტიული დანამატი. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული მაგალითად იგივე ტაბულა, რით არის დაკავებული ეგრეთ წოდებული მომავლის აკადემია, რომელიც მანამდე იყო ფრანკლინის კლუბი. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ხო, ეს არის ხოლმე დაუშვებელი. ბრიტანული გრანტი, რომ საბოლოოდ ოპოზიციურ პარტიებში აღმოჩნდებოდა, ამის დოკუმენტური მტკიცებულებები პარლამენტის თავმჯდომარემ ღამის კურიერის ეთერში გაასაჯაროვა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საელჩოს საგრანტო პროგრამის თანახმად დაახლოებით 200,000 ლარს თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ დაფუძნებული მედია ორგანიზაცია ტაბულა მიიღებდა. ბრიტანული ფული გადაირიცხებოდა საქართველოს მომავლის აკადემიაშიც, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერი გია ჯაფარიძე წარმოადგენს. ამ ფაქტების გამო პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და გარეთ ვორდისგან ითხოვს განმარტოს, რატომ ერეოდა უცხოელი დიპლომატი, მათ შორის საქართველოში გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. თავისთავად დაასახელა ტაბულამ, რომ მას უნდა მიეღო დაახლოებით 200,000 ლარი თან იმ პარტიის პროპაგანდისტულ მედიას, რომელიც ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს. მეორე ორგანიზაცია, რომელსაც აპირებდნენ 400,000 ლარის მიცემას სამ თვეში, გახავთ საქართველოს მომავლის აკადემია. გია ჯაფარიძე, ნაციონალური მოძრაობის სიის, აი 24-ში რო იყო არჩევნები, მეხუთე ნომერი. ბრიტანეთის ელჩს არ ვიცი მე ხარ, როგორ მოვიდა ეს ამბავი, მაგრამ თავისი თავი ამხილა ექსტრემიზმის და პროპაგანდის დაფინანსებას. ბრიტანეთის ელჩი ჩვენ გვახსოვს იმით, რომ ის პირდაპირ თავად ერეოდა არჩევნებს. ის ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, მოეხდინა ეს გავლენა ქართული ოცნების წინააღმდეგ. შესაბამისად მისი მიზანი იყო ქართული ოცნების დამარცხება და სხვის მოყვანა ხელისუფლებაში. რახან ჩაერთნენ ქართულ პოლიტიკაში, რახან შემოვიდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში და იყვნენ ამის მონაწილეები, კეთილი ინებონე ხო და გაგვცემ პასუხი, რატო ერეოდა ბრიტანეთის ელჩი არჩევნებში. ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მასთან დაკავშირებთ ვაყენებ. დიდი ბრიტანეთის საელჩომ საგრანტო წინადადების გაუქმების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. დიპლომატიური სამსახური წერს, რომ დონაციის მიზანი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საზოგადოების მომზადება იყო. ფინანსების გამოყოფაზე კი უარი გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო ეთქვათ. ამ და ოფიციალური ლონდონის სხვა პროგრამებთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ ოპოზიციაში. რომელიმე პარტიას არავინ არ უჭერს ხარს გარედან. დემოკრატიას უჭერებ ხარს. ხელისუფლებამ არ მისცა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოეხდინა იმ დემოკრატიული პროექტის დაფინანსება, რაც საელჩოს მიაშურეს სწორად. ჩვენ არაერთი დახმარება მიგვიღია სწორედაც, რომ
დემოკრატიის განვითარებაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ხარდამჭერი გრანტები, მათ შორის მედიის განვითარების ხარდამჭერი გრანტები და რა თქმა უნდა, ეს საჭიროა და ეს უნდა გაგრძელდეს. ოპოზიციას და თავად ბრიტანეთის ელჩს საერთაშორისო სამართლის პრინციპები დღეს სახელმწიფო გუნდიდან შეახსენეს ქართული ოცნება, სადაც დარწმუნებული არიან, რომ უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების ცვლილების მიზნით იხარჯება, კარეთ ვორდს მიმართავს და ახსენებს, რომ უცხო ქვეყნის დიპლომატები საქართველოს შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ. დაფინანსება ხდება რეალურად პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკაში ჩართული ღონისძიებების თუ ადამიანების და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მცდარი და ცუდი პრაქტიკა და რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ უცხო ქვეყნის ფული არ ტრიალებდეს ქართულ პოლიტიკაში. ორი ვარიანტია. ამ ბრიტანეთის ელჩმა წარმოდგენა არ აქვს ვიზე გაიცემა და ფინანსება და თუ წარმოდგენა არ აქვს შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რეალურად ვინდგან ამ ორგანიზაციების უკან და თუ აქვს წარმოდგენა თუ იცის ვიზე გაიცემა და მაინც გასცემს, მაშინ ეს არის შეგნებულად რადიკალიზმის და პროპაგანდის დაფინანსება. თავად განაცხადოს ახლა ერთია თუ მეორეა. რა პასუხი აქვს ბრიტანეთის საელჩოს მმართველი გუნდის ბრალდებებზე, მათ შორის ექსტრემიზმის პროპაგანდის დაფინანსებასა და არჩევნებში უხეშ ჩარევასთან დაკავშირებით. კურიერმა დიპლომატიურ სამსახურს წერილობითი შეკითხვა გაუგზავნა, თუმცა საქართველოში ოფიციალური ლონდონის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს. აჰმედაბადი ლონდონი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფა, რომლის დროსაც ცოცხლად დაიწვა ბორცვზე მყოფი ყველა ადამიანი ერთის გარდა, მათგან 13 ბავშვია. Air India's თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წამში განიცადა ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, რომ Boeing-ს აფრენის შემდეგ შასებიც კი არ ჰქონდა აკეცილი. პილოტმა მხოლოდ SOS სიგნალის გაგზავნა მოასწრო, ამის შემდეგ ავიალაინერთან კავშირი გაწყდა. Mayday ამ სიტყვებით კაპიტანი ეკიპაჟის 10 წევრისა და 232 მგზავრის გადარჩენას ითხოვდა. 242 ადამიანიდან გადარჩენა მოახერხა მხოლოდ ერთმა, რომელიც მე-11 რიგში ავარიულ გასასვლელთან იჯდა და ლაინერიდან გადახტა. Boeing-ი 787 სამედიცინო სასწავლებლის საერთო საცხოვრებელს დაეცა, რის გამოც დაღუპულთა რაოდენობა კიდევ 48 ადამიანით გაიზარდა. კატასტროფის დროს ბორტზე ინდოეთის მოქალაქეების გარდა ბრიტანეთის, კანადის და პორტუგალიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ახლა ყველა შავი ყუთის გაშიფრება. 40 წლის ბრიტანეთის მოქალაქე კუმარ რამეშია ერთადერთია, ვინც Boeing Dreamliner-ის ავიაკატასტროფას გადაურჩა. ის თვითმფრინავის წინა ნაწილში საავიაციო გასასვლელთან იჯდა. მედია წერს, რომ ცეცხლმოკიდებული ბორტიდან 10-11 სავარძელზე მჯდომი მგზავრი შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე გადმოხტა. ეს კადრები ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადის ნაგარის რაიონშია გადაღებული. ექიმების საერთო საცხოვრებელის ცეცხლმოკიდებული შენობიდან მედიკოსებს და მეხანძრე მაშველებს დანახშირებული ცხედრები გამოაქვთ. Boeing-ი, რომელიც ინდოეთიდან ბრიტანეთში მიფრინავდა, ზუსტად აქ ჩამოვარდა და ნაწილებად დაიშალა. დაიღუპა 242 ადამიანი, მათგან 230 მგზავრი, 12 კი ეკიპაჟის წევრია. სახლში ვიჯექი, ისეთი ხმა გავიგონე თითქოს მიწისძვრა მოხდა. როდესაც გარეთ გამოვედი, ყველაფერი კვამლით იყო დაფარული. ნამდვილი კატასტროფა. გარშემო უამრავი ცხედარი დავინახე. ეს უდიდესი ტრაგედია. ჩემი მეზობელი დაიღუპა, მე მას დილით შევხვდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. კაფრენამდე მთხოვა მისი სახლისთვის მიმეხედა. დაზუსტებით არაფერი ვიცი, თუმცა თვითმფრინავში ჩემი რძალი და ძმა იყვნენ. მათი შვილები ლონდონში ცხოვრობენ. ერთ-ერთმა დამირეკა და მითხრა, რომ მშობლებს აეროპორტში ელოდებოდა. ეს მათთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. ავიანავიგაციის ოპერატორთან Air India's რეისმა კავშირი ადგილობრივი დროით 8 საათსა და 25 წუთზე დაკარგა. აფრენიდან 1 წუთზე ნაკლებ დროში 190 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. თვითმფრინავი ექიმთა საერთო საცხოვრებელს დაეცა. სამართალდამცველები, სამაშველო სამსახური და მეხანძრეები ადგილზე ოპერატიულად 2-3 წუთში მოვიდნენ. სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თვითმფრინავის მგზავრებს შორის 218 ზრდასრული და 13 ბავშვი იყო, მათ შორის 2 ჩვილი. კატასტროფის შემდეგ ავიაკომპანიამ განცხადება გაავრცელა. გაირკვა, რომ ბორტზე რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა. Air India აცხადებს, რომ ინციდენტის გამოსაძიებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.
Air India ადასტურებს, რომ დღეს ახმადაბადიდან AI 171 რეისი ლონდონის Gatwick-ის აეროპორტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას. შემდეგ კი ავარია მოხდა. Boeing 787 8 ტიპის თვითმფრინავში 242 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. მათგან 169 ინდოეთის მოქალაქეა, 53 ბრიტანეთის, 1 კანადის და 7 პორტუგალიის. ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ინდოეთის მხარესთან ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად და დაზარალებულთან დასახმარებლად თანამშრომლობს. პრემიერ-მინისტრმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. პორტის ჩამოვარდნის სცენები, რომელშიც ბრიტანეთის მრავალი მოქალაქე იმყოფებოდა, შემზარავია. ვაგრძელებს სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებას. ამ წუხარების დროს ჩემი ფიქრები მგზავრებთან და მათ ოჯახებთანაა. ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ ინდოეთის მთავრობას და ხალხს, ასევე ყველა მსხვერპლის ოჯახს, როგორც ინდოეთის, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. წერია X-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. როგორ ისჯება შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა დასავლეთში? იმის გამო, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდა, 58 წლის მამაკაც სასამართლომ 10,000 ევროს გადახდა დააკისრა. ანალინა ბერბოკმა მსგავსი საჩივრით სამართალდამცველს კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანის წინააღმდეგ მიმართა. კიდევ უფრო დიდია პასუხისმგებლობა საფრანგეთში. კიბერბულინგი 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და 30,000 ევრომდე ჯარიმით ისჯება. დიდ ბრიტანეთში კი მხოლოდ 2023 წლის სტატისტიკით, რომელიც Times-მა გამოაქვეყნა, სხვადასხვა პლატფორმებზე გამოქვეყნებული პოსტების გამო 12,000 ადამიანი დააკავეს. ევროკავშირის ქვეყნები სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის გამო საკუთარი მოქალაქეების მიმართ შეუწყნარებლები არიან, თუმცა მსგავს ფაქტებს მათი დიპლომატიური მისიები საქართველოში არ იმჩნევენ, ისევე როგორც ოპოზიცია, რომელიც ბულინგსა თუ გინებას საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევს. ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას უმყარებს, ეჭვს, რომ სიძულვილის კამპანია გარედან ფინანსდება. მმართველი ძალა ახლა ამ კამპანიის აღკვეთას იმ მეთოდით ცდილობს, როგორც უკვე კარგად აქვს აპრობირებული ევროპას. ოცნების სარჩელი საფუძველზე სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით ოპოზიციისა და მედიის ნაწილი უკვე გამოიკითხა. სიძულვილის ეს ძალადობა და ეს პროპაგანდაც, რაც არის სინამდვილეში ექსტრემიზმი, არის მხარდაჭერილი აკეზებული და დაფინანსებული ბრიუსელიდან. სიძულვილისა და ცილის სამების კამპანია პოლიტიკური ოპონირების ნაცვლად. ურთიერთობის ეს სტილი შალვა პაპუაშვილისთვის ევროპელი ბიუროკრატების ნაწილის ახალისებულია. პარლამენტის სპიკერმა ღამის კურიერში გაიხსენა თუ როგორ ითხოვდა ევროკავშირის ელჩისგან ძალადობის ფაქტების დაგმობას, თუმცა მხოლოდ დუმილი მიიღო. პაპუაშვილმა დღეს ისიც განმარტა, რომ უცხოური დაფინანსება ხშირ შემთხვევაში სწორედ იმ ძალებისკენ არის მიმართული, ვინც შეურაცხყოფისა და ბულინგის ყოველდღიურობაში დამკვიდრებას ცდილობს. ქონდა შესაძლებლობა და შანსი ევროკავშირის ელჩს, რომ გამიჯნოდა მისი დაფინანსებული ადამიანების მხრიდან სიძულვილის ენას, მან ეს შანსი არ გამოიყენა, შესაბამისად ის დადგა სიძულვილის და ძალადობის მხარეს. ამიტომ ეს დღეს უკვე მოცემულობა არის, რომ ეს ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში არის, ეს ძალადობა და პროპაგანდა ფინანსდება მათ შორის ევროკავშირის საელჩოდან. ახლა ერთადერთი რასაც უნდა მივაყენოთ ის, რომ მოვითხოვოთ, რომ შეწყდეს ძალადობის და სიძულვილის გამართლება და დაფინანსება. ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გინება, შეურაცხყოფელი ტერმინების გამოყენება თუ ბულინგი გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. მართველი გუნდი კი ამ ფაქტების წინააღმდეგ მომზადებული საჩივრით ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს დგამს. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არის ის, რომ ადამიანს უჩივლო იმის გამო, რომ ვიღაცას დაუძახა მონა, ან ვიღაცას კიდე რაღაცა ისეთი დაუძახა, რაც მისთვის არ იყო მიუღებელი. დაფიქრით თქვენ თვითონ გინახავთ, რომ ევროკავშირის ელჩს ძალადობისკენ მოეწოდებინა? რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლების ყველაზე საბაზრო პრინციპს აქვს უკვე შეღებილი წყალი. თურმე არ შეიძლება ადამიანს შეაფასო. გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, დანია, ფინეთი, ეს იმ ევროპული ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც კი ისჯება. ოპონენტებს სწორედ ევროპული გამოცდილება შეახსენა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. გავრცელებული ინფორმაციაა, რომ სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე გაკეთებული განცხადების გამო
რომელიც გაკეთებული იქნა საგარეო საქმეთა მინისტრის სუსურათ მახსოვს მისი თანამდებობა გერმანიაში, რომელსაც უწოდეს მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ განცხადების გამო 58 წლის მამაკაცი პასუხისგებაში მიეცა და ჯარიმა იქნა გამოყენებული. მაგრამ თურმე საქართველოს დასაშვებია გერმანიაში, თურმე აკრძალული უნდა იყოს საქართველოში და ერთი კარგად დავიმახსოვროთ ყველამ, რომ ადამიანია გერმანიაშიც და საქართველოშიც. მართველი ფრაქციის სარჩელის საფუძველზე, რომელიც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და ზიზღის გამოვლინებას ეხება, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით ოპოზიციისა და მედიის ნაწილი უკვე გამოიკითხა. ხუთი სამართალდარღვევის საქმიდან 3 განიხილა. სასამართლომ სხვადასხვა სახის ოდენობის ჯარიმები იქნა გამოყენებული ამ შემთხვევაში. სამართალდარღვევის ხასიათიდან გამომდინარე და მის მიმართ არსებული სახდელის მოქმედი სახდელის გათვალისწინებით, რამდენიმე ხდომა დაახლოებით ხვალ გაგრძელდება დიდი საათებიდან. კრიტიკული პოზიციის სიძულვილის ენით გამოხატვას არაქართული მოვლენა უწოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი კამპანიები ძირითადად უცხოეთიდან ფინანსდება და მიზნად პოლარიზაციის გაღრმავებას ისახავს. სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია, ბუნებრივია, ელჩები ძალიან ხოლმე ძალიან ხშირად ჩართული ამ ყველაფერში ქართულ საზოგადოებას ჭირდება სიმშვიდე და ჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენერად დასრულდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. სოციალურ ქსელსა და საჯარო სივრცეში პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით მართველი პარტიის საჩივრის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ საქმეთა კოდექსის 173 მუხლით გუშინ დაიწყო. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დაამნაშავეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით დევიძეს 4 წლით და 6 თვით სვადი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დიპლომატად არაბაზი დატოვა პროცესზე იმყოფებოდნენ ბრალდებულის ოჯახის წევრები და სალომე ზურაბიშვილი. მოაური იყო სასამართლოს გარეთ ცდილობის პარალელურად დევიძის მხარდამჭერები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ მანდატურის თანამშრომლებს. დღესვე განცხადება გაავრცელა საქალაქო სასამართლომ, სადაც აღნიშნულია, რომ პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებები დაადასტურდა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ხის ჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა. იცით ყველა, რომ აქ თქვენი სანახავად მოდიოდი და ეს ალბათ ბოლო დღეს იქნება. ეგრე იქანი ვეღარ ეს მაქვს პატარა იმედი, მაგრამ რაღაც იქნება რა. ნაბადის მეუბნები, მაგრამ მე უნდა დავყო დარბაზი მიდროვაში მიზდება, მაშინ მიზდი ანალიზების მოსვლა. დევიძეს შესამშავ საქართველოს სამართლის კოდექსის 353 პროგრამის პირველ ნაწილში გადასწრებული დანაშაულის ჩადენისთვის და საჭირო საფედერაციო მექანიზმად 4 წლისა და 6 თვის ვადი თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში თბილისში მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ხის ჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა პოლიციის სამ თანამშრომელს. მას ბრალდება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით აზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით აზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათე დევიძის განაჩენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. ადგილზე მყოფი აქტივისტები პოზიტივისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. ჟურნალისტები სასამართლოდან მათე დევიძის პროცესს აშუქებდნენ. ტელეკომპანია პოზიტივი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის გამო პროკურატურას რეაგირების მოთხოვნით უკვე მიმართა.
ლადო ბოჟაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და ევროპელ სოციალისტებს შეუერთა დეპუტატი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს და ამბობს ოპოზიციის რადიკალურ და შეურაცხყოფელ ქმედებებთან და სასამართლო დარბაზებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართული ოცნებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ბოჟაძე მიმდინარე და სამომავლო პოლიტიკური პროცესებში მეტი სიმკაცრის მომხრეა. მეორე დღეა უკვე საქართველოს სასამართლოებში მიმდინარეობს პროცესები და უკვე ხედავთ თქვენ რომ რადიკალური ოპოზიცია მათ შორის სასამართლო დარბაზებში, დერეფნებში სიტყვიერ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს უკვე მანდატურებს, რაც ჩემთვის არის სრულიად მიუღებელი და ვფიქრობ რომ გუნდმა კიდევ უფრო მკაცრად და კიდევ უფრო პრინციპულად უნდა დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი. სამწუხაროდ გუნდში აქვს სხვაგვარი პოზიცია, რომ გარკვეული წითელი ხაზები არ უნდა გადავლახოთ, გარკვეულ ზღვარს არ უნდა გადავაბიჯოთ, თუმცა ის რაც შენახლა გველოდება გულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო მეტად გააქტიურება, ვფიქრობ რომ კიდევ უფრო პრინციპულები და სამართლიანები უნდა ვიყოთ ნაციონალურ მოძრაობასთან და რადიკალებთან მიმართებაში. გადაწყვეტილება დავწოვა უმრავლესობა და შეუერთდა ევროპელი სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფს. ოპერის სცენიდან ოპოზიციაში გადასული ბანის შეთავაზება, რომელსაც მხარი არ ავინაობა. პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა არ მოსწონს. კოლეგებს ურჩევს პოლიტიკოსობა დაივიწყონ და პლატფორმების ნაცვლად იდეის გარშემო გაერთიანდნენ. ლელო პატივს სცემს როგორც მომღერალს, თუმცა გაერთიანების შანსს მხოლოდ ექს-პრეზიდენტის გვერდით ხედავს. გახარიას გუნდს არც ბურჭულაძე აინტერესებს და არც პლატფორმა, ისევე როგორც იაგო ხვიჩიას. ქართული ოცნება კი ბურჭულაძის იდეებს დანაწევრებული ოპოზიციის რეანიმაციის უსუსუნ მცდელობას უწოდებს. დავივიწყოთ რო ვართ პოლიტიკოსები, თქვენ რო ხართ პოლიტიკური პარტიები, გავერთიანდეთ იდეის შესახებ. ის რაც სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლო საკუთარ თავზე მსოფლიო ბანმა აიღო. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებს პოლიტიკოსობის დავიწყებას და ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას ურჩევს. ტელეფონით არჩევნების ჩატარების ინიციატივის შემდეგ ბურჭულაძე ახლა ეროვნულ ყრილობას აანონსებს და ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის ალტერნატივაზე საუბრობს. ჩემი აზრი იყო რომ კი არ გავგვერთიანებინა ეს პოლიტიკური პარტიები ერთ ძალად, არამედ გავერთიანებულიყავით იდეის შესახებ. და იდეა რა იყო? იდეა იყო რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და არც ერთი პოლიტიკური პარტია არ უნდა გზნობდეს რომ ის წარმოადგენს ან ნაციონალებს, ან ლელოს. ბურჭულაძე ამტკიცებს რომ მასთან ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მივიდა გახარიას პარტიის გარდა. იდეაც მოუწონეს, თუმცა პლატფორმაში გაერთიანებაზე უარი უთხრეს. უარი მიიღო ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიიდანაც. კოალიცია ძლიერმა საქართველოს მსოფლიო ბანკს ექს-პრეზიდენტი არჩია. ერთადერთი სივრცე, სადაც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მსჯელობა. ამაზე გვაქვს დაფიქსირებული პოზიცია, რომ უნდა მოხდეს წინააღმდეგობის პლატფორმაზე სალომე ზურაბიშვილთან. დაპირისპირებული ოპოზიციის ერთი მაგიდის ირგვლივ გაერთიანების სურვილიც და იდეაც ბევრი უნახავს მართლ გუნდს. თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს სურვილი რეალობად ბერასდროს იქცა. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანებები და პლატფორმები გვინახია, დაწყებული შალვა ნათელაშვილის პანჩატურიდან, რავის, თუნდაც იგივე სალომე ზურაბიშვილის ფრთისქვეშ გაერთიანებულები, ხო? ამას არაფერი ცვლილება არ მოუტანია, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ყველა ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან. სიმართლე გითხრათ, მე არც ერთი პლატფორმის არ მჯერა. წარსულმა გამოცდილებამ იაგო ხვიჩიას ნდობა დაუკარგა, ამიტომ გირჩი არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს. ერთობას დამოუკიდებლად ბრძოლა ამჯობინეს ყოფილი პრემიერის გუნდშიც. ხალბატონ სალომეს პლატფორმა საერთოდ არზეარავ არას ნიშნავს. ხოლო ბატონ პაატას როცა შევხვდი, მე უთხარი რომ მე უბრალოდ იმ მიზნების რა მიზანიც აქვს ამ პლატფორმას მიღწევის ამ ფორმით არ მჯერა. ჩვენ გაერთიანებას ვაპირებთ ჩვენს მოქალაქეებთან. მხოლოდ და მხოლოდ. არანაირ სხვა პლატფორმაზე გაერთიანებას, მათ შორის ბურჭულაძის პლატფორმაზე ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. დაპირისპირება აზრთა სხვადასხვაობა და კონკურენცია. მართველი გუნდი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ქართული ოცნების ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც მისი კონკურენტი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური რეალობის შეცვლას ვერ შეძლებენ. დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გამოირჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძემ აჯობა სიყეყეჩეში. გონია რომ საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ყავს სალომე ზურაბიშვილის სახით. ხან ერთმანეთს აბულინგებენ, ხან ვითომ და გარკვეული კონკურენციის ილუზია იქნება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა პოლიტიკური რეანიმაციისა, რაც საბოლოოდ გაფორმდება უკვე 2025 წლის 4 ოქტომბერს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე პაატა ბურჯულაძეს ბევრი იდეა აქვს, თუმცა ამ იდეების გარშემო ჯერჯერობით ვერავინ გააერთიანა. პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი დღეს საქართველოში კატარის ელჩს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმშილეს. მიხეილ ყავილაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება საქართველოსა და კატარს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებას. ფასდაკლება 25,000-ზე მეტ სერვისზე ევროპის 40 ქვეყანაში. თბილისის მერია 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს ევროპული ახალგაზრდული ბარათის ეგრეთ წოდებული შესაძლებლობების კარდის აღებას თავაზობს, რომელიც 9 მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს. ბარათი მფლობელებს წვდომას უადვილებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის განათლება, სპორტი, კულტურა, გართობა და დასვენება. ევროპული ახალგაზრდული ბარათების გაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოდგომიდან დაიწყება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გავხდეთ წევრები ევროპული ახალგაზრდული სივრცის ევროპულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ახალი ფანჯარა იხსნება. შესაძლებლობების კარდით, რომლითაც ევროპის მასშტაბით 9 მილიონამდე ადამიანის სარგებლობს, მალე ქართველი ახალგაზრდებით შეუერთდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად მოგზაურობ და შეხება მაქვს სხვადასხვა ევროპელ სტუდენტებთან, ვიცი რომ მათ აქვთ ძალიან კარგი შეთავაზებები, ძალიან კარგი შესაძლებლობები, როგორც გართობის კუთხით, განათლების, კულტურის, თუნდაც მოგზაურობის, ტურიზმს უწყობს ეს ძალიან ხელს და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, რომ სტუდენტებს ზუსტად გქონდეს მსგავსი შესაძლებლობები ვისარგებლოთ ფასდაკლებებით. ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელები 25,000-ზე მეტ სერვისზე ფასდაკლებით ისარგებლებენ. მასშტაბები საკმაოდ დიდია. შესაძლებლობების კარდი საქართველოს გარდა ევროპის 40 ქვეყანას ფარავს. მფლობელებს კი საშუალებას აძლევს შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ გასართობ კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებზე. პარტნიორი უკვე ამ პროექტს ყავს საქართველოს ბანკის სახით, მოხდა მემორანდუმის ხელმოწერა, შეთანხმება, რაზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ შემოდგომიდან უკვე შევძლებთ ეს ბარათი გაიცეს მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ბარათი ითვალისწინებს უამრავ ფასდაკლებას როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე საქართველოს მხრიდან აქ არსებული სერვისების პერიოდულად დაემატება. მოუწოდებთ ყველა კომპანიას, რომ მთელი ეს პერიოდი იაქტიურონ, წარმოადგინონ თავიანთი ინიციატივა და ჩვენ მათთან ერთად ვითანამშრომლობთ. ახალი ბარათით სტუდენტების გარდა 30 წლამდე დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს. ფასდაკლება ვრცელდება ტრანსპორტზე, მოგზაურობაზე, ასევე მუზეუმების და გამოფენების დამთვალიერებლებზე. პროექტის მიზნებზე ისაუბრა დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის ხდომაზე. პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა, მობილობის, განთავსების, განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის სერვისებზე. ევროპული ახალგაზრდული ბარათი გახდება საქართველოში პირველი ფასდაკლების შესაძლებლობის კარდი, რომელიც არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ 30 წლამდე ახალგაზრდას მიცემს ხელშესახებ ბენეფიტს მათი ცხოვრების წესის გამრავალფეროვნების და საინტერესო გამოცდილების მიღებისთვის. პროექტს დედაქალაქის მერია ახორციელებს. ბარათების გაცემა შემოდგომიდან დაიწყება. მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ, ამ დევიზის მატარებელი 100 კადეტი დღეიდან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადეს. გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი კი ახალი მოსწავლეების მისაღებად ემზადება. ქუთაისში მდებარე პანსიონის ტიპის სამხედრო სასწავლო დაწესებულება პირველი საფეხურია თავდაცვის ძალებში მოსახვედრად და სამხედრო კარიერის დასაწყებად. კადეტთა ლიცეუმში, რომელშიც სწავლაც უფასო, ახალი ნაკადის მიღება 18 ივნისს დაიწყება. გადავწყვიტე ჩემი მომავალი ცხოვრება დამიკავშირებია კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის. ლაშათოვიძის მსგავსად მომავალს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს წელსაც ასობით სკოლის მოსწავლე დაუკავშირებს. მთავარი მისია, რომელიც კადეტებს ეკისრებათ, ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებაა. ახალგაზრდები სამხედრო საქმის სიყვარულთან ერთად სამოქალაქო ცნობიერებას იმაღლებენ და კულტურული ფასეულობების პატივისცემას სწავლობენ. სასწავლო პროცესი არის საკმაოდ მრავალფეროვანი, არის ლექცია, სემინარები, ღია გაკვეთილები, სხვადასხვა სახის პროექტები. ლიცეუმი გვაძლევს საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას განავიდაროთ ჩვენი თავი, არის სხვადასხვა კურსები, როგორც TOEFL, SAT, ფრანგულის, თურქულის ენები და ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ ჩვენი უნარჩვევები განავითაროთ, ჩვენი თავი განავითაროთ და მავალი ცხოვრებისთვის მომემზადოთ. გარდა ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამებისა და ღონისძიებებისა, ჩვენ ლიცეუმი არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. ლიცეუმის სასწავლო პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი. იქნება ეს გასული გაკვეთილები სხვადასხვა
საერთო ღონისძიებები თუ წამახალისებელი ღონისძიებები. სხვადასხვა აქტივობებთან ერთად კადეტები ფიზიკურ მომზადებასაც დიდ დროს უთმობენ. სწავლობენ დროის სწორად განაწილებასა და გუნდური მუშაობის პრინციპს. უსასყიდლოდ სარგებლობენ ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზითაც. ჩვენ გვიწევს ფიზიკური მომზადების ან ნორმატივების ჩაბარება ყოველ სემესტრში, დისციპლინას მოთმინებასაც გვინარჩუნებს, რაც მომავალ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით, რაც ყოველ საოცრებად გამოადგება. ვაკეთებთ ვარჯიშებს, რომელიც წლის ბოლოს გვეხმარება ფიზიკური მომზადების წარმატებით ჩაბარებაში და ამისთვის ჩვენი ინსტრუქტორთა პერსონალი არის სრულიად მოტივირებული და კადეტებიც ამასთანავე. ფიზიკური მომზადების უნარების განვითარება მნიშვნელოვანია სამხედრო საქმისათვის. სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, ლაზარეთი, ინტერნეტ კაფე, ბიბლიოთეკა, რობოტექნიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, სპორტული დარბაზები, სამხედრო ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ლიცეუმს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსიც აქვს მინიჭებული. სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმით და დამატებითი სამხედრო მომზადების პროგრამის მიხედვით. კადეტები სწავლობენ არამატო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს, აგრეთვე სწავლობენ დამატებით სავალდებულო და არასავალდებულო საგნებს. დამატებითი ეს არის დაწყებითი სამხედრო მომზადება, ეს არის რობოტექნიკა, თავისი კაბინეტებით, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ელექტრონული ტექნიკით. აგრეთვე არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში. სამხედრო ლიცეუმი წელს 100 კადეტმა დაამთავრა. 18 ივნისიდან კი მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყება. ლიცეუმის სამხედრო მომზადებასა და ზოგადი განათლების მიღებას მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში სასწავლო გეგმის შესაბამისად უზრუნველყოფს. და ბოლოს კულტურა 14 ივნის ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული სანდრო გეგეჭკორი მიიღებს. პიანისტი ჯულიარდის მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება კონცერტზე. რახმანინოვისა და დვორჟაკის ნაწარმოებები გაჟღერდება. ვენის მოცარტ ჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, კაიზერი და ნანჯინგი. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკონცერტო დარბაზებისა, სადაც ქართველმა პიანისტმა აღიარება მოიპოვა. სანდრო გეგეჭკორმა საკუთარი ქვეყანა ბევრჯერ გაახარა. მაშინაც, როცა მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრან-პრის მფლობელი გახდა და მაშინაც, როცა რომის სამეფო აკადემიის დარბაზში ბისზე ორჯერ გამოიყვანეს. მარადიულ ქალაქში გამართულ კონცერტზე იმდენი ხალხი მივიდა, რომ დარბაზში სკამების დამატებაც კი გახდა საჭირო. 24 წლის პიანისტი ცოტა ხნის წინ ჯულიარდის სკოლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. ჩემი აზრით ყველა ქართველის ვალი უნდა იყოს, რომ მიღებული ცოდნა პირველ რიგში გამოიყენოს თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ. და მეც ეს 2 წლის დაგროვებული მართლაც რაღაც ფანტასტიკური გამოცდილება. პირველი კონცერტით გვინდა აღვნიშნოთ ქართულ მსმენელთან შეხვედრა ყოველთვის უფრო რაღაცით უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სიმფონიური მუსიკის კონცერტი 14 ივნისაა ჩანიშნული. საღამოს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მასპინძლობს და მასში მონაწილეობას მაესტრო დავით მუქერიას დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრი მიიღებს. ჩემთვის ძალიან დიდი გასახარი არის ის და დიდ მუხტს და ენერგიას მაძლევს, როდესაც განსაკუთრებით ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა. ამჯერად გახლავთ უკვე სახელოვანი და ცნობილი სანდრო გეგეჭკორი. ყავს ახალგაზრდა სოლისტი უკვე მეორედ არის ჩვენთან. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გზა აქვს წინ და მაღალ წროვალებს დაიპყრობს. ეს პიანისტისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის რიგით მეორე კონცერტია. წლების წინ ჯანსუღ კახიძის ცენტრში ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია შეასრულეს. საინტერესო იქნება ეს სხვაობა, რა შეიცვალა, ახალი ხედვები, ახალი ინტერპრეტაცია, ეხლა უკვე რახმანინოვის მეორე კონცერტით, ასე რომ ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ რას
არა ის, რას მიაღწია, არამედ ის, თუ როგორ განვითარდი და რას თავაზობ აუდიტორიას. სანდროს სამშობლოში დაბრუნებას მეორე კონცერტითაც აღნიშნავს. 20 ივნის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლების წინაშე შუბერტის, დე ფაიას, პროკოფიევისა და მონსალვაჩეს ნაწარმოებებით წარდგება. ასე იყო დღევანდელი დღე 12 ივნისი და კურიერი 9 საათზე. რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუ განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.